კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. კანის წლის მთავარი მოვლენა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კინომოყვარულს წლიდან წლამდე უქმნის განწყობას და შთაბეჭდილებას, რომ რაღაც განსაკუთრებული ზეიმი უნდა მოხდეს დღესაც და წელსაც აქტიურ ფაზაშია. 13 მაისიდან კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ყურადღება საფრანგეთის საკურორტო ქალაქისკენ არის მიმართული და მოკლედ 78 საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს კანი და ჩვენი ჟურნალისტი ტელე და რადიო იმედის წამყვანი მარიკა ბაკურაძე ფაქტობრივად გუშინ დაბრუნდა ამ მოვლენიდან და დღეს უკვე ჩვენ სტუდიაშია და გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ მისი დებულება კანზე და თანაც გავარკვიოთ ვის შეიძლება გადაეცეს მთავარი პრიზები სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში, სადაც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ დიდი კონკურენცია. მარიკა, დილომშვიდობის, მადლობა, რომ ფაქტობრივად ლამის პირდაპირ აქ მოხვედი. ცინცხალი. ხო, ცინცხალია, კი ბატონო. ესე იგი, წელს ოქროს პალმის რტოსთვის 19 ფილმი იბრძვის და ის რაც ვნახეთ ტრადიციულად შენს დღიურებში, რომელსაც ტელეიმედი გვთავაზობს ხოლმე, საკმაოდ საინტერესო ვთქვათ, დრამატურგია სიტუაციის და თან ცოტა პოლიტიზირებულიც, ხო, ეს დაბეჭდილება, ხო, რაღაცნაირად დაგჭა ჩვენ ყურების დროს. ეხლა გითხარი შიგნით რა ხდებოდა მოკლედ. საკონკურსო ფილმებსაც შეეხება ჯამში 21-ია, იმიტომ რომ ცოტა რთულად არის ხოლმე რაღაცა ფილმები, რომლის პრემიერებიც მიმდინარეობს კანში, იქ მიწერილი აქვს ოქრო, არასაკონკურსოა, ზოგი საკონკურსოა და ცოტა არეულად არის ხოლმე, აი უშუალოდ კონკურსში 21 მონაწილეობს, ამ ერთ დეტალს ჩავასწორებ მხოლოდ და რაც შეეხება პოლიტიზირების საკითხს, ხო ეს წელს ძალიან იგრძნობოდა, საერთოდ ბოლო პერიოდში იგრძნობა. კანშიც და ბერლინშიც ყველგან, მაგრამ აი წელს მე შედარებით მოკლე დროით მომიწია, ყოფნა სულ 4 თუ 5 დღე გავატარე და პრინციპში ისე არ ჩაუვლია არც ერთ შეხვედრას მედიასთან ძირითადად პრესკონფერენციას რო არ ყოფილიყო პოლიტიკური აქცენტები და უკვე მართლა ძალიან იგრძნობოდა. ყველანაირად ფილმი იქნება მსახიობის რაღაც ბიოგრაფია თუ მისი ბექგრაუნდი თუ რაღაცა, ყველაფერი არის შეკითხვებში გადატანილ პოლიტიკურ კონტექსტში. ესე იგი, სადაც არ მივდივართ, ყველგან გვხდება პოლიტიკა. კი, ეს ასეა. მივდივართ იმისთვის, რომ თქვათ ვისი ამონოთ, დავესწროთ, გავაშუქოთ ისეთი მოვლენა, როგორც არის კანის კინოფესტივალი და აღმოჩნდება, რომ ფაქტობრივად ხო, გვერდს ვერ პოლიტიკურ სამეცნიეროდ კი. ვერ ვსხლეთ ამ თავარ ასე ვთქვათ საკითხებს, რომელიც არის როგორც ჩანს გლობალური და გამოწვევა აქვს ალბათ ყველა ქვეყანას და ყველა შემოქმედს. რა საინტერესოა თავად შემოქმედები რას ამბობენ, რატო ამდენი პოლიტიკა კინოში? ისინიც დაიღალნენ თუ აი როგორ არის? იცი როგორ იყო? აი ხა რო დაიწყო ფესტივალი 13 რიცხვში, აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, 13-ში ხო იყო გახსნა და 13-ში დილითვე, ანუ ფესტივალის გახსნამდე გასკდა, ასე ვთქვათ, ახალი ამბავი, რომელიც სწორედ რომ შემოქმედების ინიციატივით მოხდა, ეს იყო ღია წერილი, რომელსაც 300-ზე მეტმა კინოინდუსტრიის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი და აქ იგულისხმება ძალიან სერიოზული სახელები, პედრო ალმოდოვარი, რიჩარდ გირი, სუზან სარანდონი, ხავიერ ბარდემი და ასე შემდეგ. და პირდაპირ მათ დაასწრეს, ასე ვთქვათ, კინოფესტივალის გახსნას და პირდაპირ შეარცხვინეს კანის კინოფესტივალი, რომ ჩვენ ყველანი ეს ხელმოწერები დაანამუსეს რამდენს ვსაუბრობთ და ვაქტიურობთ პალესტინის საკითხზე და ფესტივალი ამ თემაზე არის ჩუმად და ეს არის სირცხვილი, როდესაც ღაზა სექტორში არის ესეთი მძიმე მდგომარეობა, პირდაპირ გენოციდი და ესეც სიტყვებით იყო სავსე ეს წერილი. და უკვე მივხვდით, რომ აუცილებლად პოლიტიკურ ჭრილში წავიდოდა ყველაფერი და იმ დილითვე უკვე წერილი გამოქვეყნებულია, უკვე სათაურები გამოსულია და ხო იცი როგორ ხდება სოფლიო მედია, ლიდები, ეს კინოგამოცემები რაც არის, ხო, ვერაიეთი, ჰოლივუდ რეპორტერი, ყველა ამაზე წერს და დილის პირველი პრესკონფერენცია არის ჟიურისთან და აი რომ უნდა ვისაუბროთ მაგ საკონკურსო ფილმებზე, რომ აბა რომელი რეჟისორია ფავორიტი და აბა როგორ იქნება და აბა თქვენი ხედვა და რა ხედვა ამ დროს დაინგრა ქვეყანა დილიდან და პირველივე შეკითხვა და თან
მეორე რაც დაემთხვა ეს იყო ჟერარ დეპარდიეს ამბავი, იმიტომ რომ პარიზის სასამართლომ რამდენიმე თვიანი ზუსტად ახლა არ მახსოვს 18 თვე თუ რამდენიმე თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში და საფრანგეთში რო ხარ კინოფესტივალზე და ქალი რო არის ჟურის პრეზიდენტი ჟულეთ ბინოში და ეს საკითხი აუცილებლად იქნებოდა იქ რა თქმა უნდა ტრამპი ესე იგი დონალდ ტრამპის საკითხი როგორ გითხრათ აი ყველანაირ კონტექსტში ყველა პრესკონფერენციაზე ყველა ფესტივალზე რამდენი წელია ხან ასე მოულიან ხან ისე მოულიან და რა გამოვიდა სადღა იყო კინო და სადღა იყო პოლიტიკამ ჩაკლაპა კინოც როგორც ჩანს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მაინც მოგეცათ შესაძლებლობა გაგერკვიათ თქვათ ვინ შეიძლება იყოს წლის ფავორიტი ხა ჟულიეთ ბინოში ფაქტობრივად 24 მაისს როდესაც კულმინაციური ნაწილი იქნება თავის ვერდიქტს გამოიტანს მისი ჟიური საკმაოდ კომპეტენტურია ჟიური უნდა ვთქვათ და როგორ ფიქრობ რა მოლოდინები გაქვს საერთოდ ფილმი დაწინაურდება საერთოდ ეს ეხება ხოლმე როგორც ვაკვირდებით პროგრამა ხო ნაწილდება 10 დღეზე და აი ვინც უფრო ბოლო დღეებისკენ არის პროგრამაში ჩასმული იმიტომ რომ ამ ხალხმა კარგად იციან როგორ ანაწილებენ ამ პროგრამას ხო ეს ფესტივალის ხელმძღვანელი ვინც არის და მაგ ხალხმა კერეკ უკვე შენც იცი 10 წელია ხო ციერი ფრემო და ყველა როგორც ანაწილებენ ძირითადად აი სტატისტიკა რო ავიღოთ უფრო მეტად იგებს ხოლმე ისეთ ფილმები რომელიც ბოლო დღეებისკენ არის არ ვიცი ეს მათი დრამატურგია რომ შედარებით სუსტიდან შედარებით ძლიერ ფილმამდე მიდიან თუ როგორ ხდება ეს მაგრამ ასე ხდება ხოლმე გემრიელი ლუკმასავით და ბოლო დღეებისკენ არის გადანაწილებული მაგალითად ვეს ანდერსონის ფილმი აი წუხელ გაიმართა მისი პრემიერა უკვე შორიდან უყურებდი და გული მწყდებოდა ამაზე ვეს ანდერსონი თავის ჟანრშია თავის ერთგულ მსახიობთან ერთად ჩავიდა კანში, ბენედიქტ კამბერბეჩი, ბილ მიურეი და ასე შემდეგ, მოკლედ იგივე სტილისტიკა და ყველაფერი უნდა გაიმართოს ძმები დარდენების პრემიერა და დარდენები ხშირ შემთხვევაში პრიზის გარეშე არ მოდიან იქიდან ისინი არიან იმ ყველაზე ვიწრო სიაში, ვისაც რამდენჯერმე აქ კანის კინოფესტივალზე მოგებული ოქროს პალმა ორჯერ თორცდები და ხო აი ესეთ ფილმები 10 წამოვა ასე ვთქვათ რა აქამდე რაც ვნახეთ კი იყო რაღაც საინტერესო მოდი ხა ვილაპარაკოთ რა ვნახეთ იმაზე და ასევე რადგან პოლიტიკას შევეხეთ ფრაზა რომელიც ყველას გვესმის არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა აღმოჩნდა რომ შენ არც მეტი არც ნაკლები ფილმშიც შეხვდა კი პირდაპირ ეს ფილმი სხვათაშორის ამ ფილმის მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი იყო ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობით ფილმის სახელწოდებით ედინგტონი სადაც მთავარ როლს თამაშობს ხოაკინ ფენიქსი მეორე მთავარ როლს თამაშობს პედრო პასკალი და ასევე ოსტინ ბატლერი და ემა სტოუნი მოკეთ ვარსკვლავური შემადგენლობა არი ასტერის ფილმი ელოდება ყველა საერთო ჯამში ფილმმა ცოტა იმედგაცრუებას ჩააგდო აუდიტორია და გამოკითხვებიც ვნახე და დაბალ ქულებს უწერენ, მაგრამ ეს ფილმი არის COVID პანდემიიდან დაწყებულ რეალობაზე, სადაც ცხოვრობთ და რაში ცხოვრობთ. თავისი პროტესტით, თავისი ჯორჯ ფლოიდის ამბებით და საპროტესტებენ, იქ მაინც მითხარი. ამ შემთხვევაში ნახე ლოკდაუნია, ედინგტონი არის ერთ-ერთი დასახლება ახლოს მექსიკისკენ და მექსიკის საზღვრისკენ ბოდიში და აქ არის COVID-ი. უკვე ორად არის გაყოფილი ხალხი რომელიც პირბადის გარეშე გარეთ არ გამოდის და ეს პანიკური მდგომარეობა ქრო ახლოს არ მომეკარო და ეს არის აქვია კომენდანტისა და ასე შემდეგ და ხოაკინ ფენიქსის გმირი რომელიც შერიფის როლს თამაშობს რომელიც არც პირბადეს იკეთებს ამბობს რომ საერთოდ ედინგტონში არ არის COVID და ხო არ გაგიჟდით და თავისუფლება და ასე შემდეგ ხო უკვე დაპირისპირება შემოვიდა მე ამ ერთ მდგომარეობას ემატება მეორე მოცემულობა ის ისტერია რაში ცხოვრობთ რომ ყველაფერს ვიდეოთი ტელეფონით რო გიღებენ და მაგალითად ხო ეს ხოაკინ ფენიქსის პერსონაჟი ვიღაცას ეჩხუბება და გამშოლებლად კი არ მიდიან ტელეფონით უღებენ პირველ ეგრევე და აბა პირდაპირ ეთერში ხარ ჩემი ინსტაგრამი უი რამდენი ლაიქი დავაგროვე და აი მას შორიდან რო უყურებ ეკრანზე ხვდები რომ მართლა სიგიჟეში ვარ ხო ეს ლაიქისთვის ცხოვრობთ და მაი ზუსტად მე მესამე პლასტი შემოდის უკვე პროტესტი იმიტომ რომ იქ ემთხვევა ჯორჯ ფლოიდის ამბები ეს Black Lives Matter ოღონ ეს ყველაფერიც იმენად სიგიჟემდე მიდის რომ ერთ-ერთი დემონსტრანტი რომელიც გამოსულია ზუსტად ასეთი პოსტერით რომ no justice no peace ხო არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა უკვე იმდენად არარეალურ ვითარებაში არის გადავარდნილი რომ პოლიციას რომელიც არის შავკანიანი ეუბნება რომ შენ რასისტი ხარო ანუ თან გაშარჟებულია ეს ყველაფერი მაგრამ თან ზუსტად გვაჩვენებს ამ რეალობას და აი ეს ყველაფერი დამხვდა ერთიანად შეყრილი ამ ფილმში და ხო ნახე რომ აი რაღაცა ერთი თქოს ერთი
შტამპია, ერთი მოცემულობა, რაშიც ვართ რა ყველანი და მე ეს ყველა გლობალურად სულება, ვრცელდება, ხო, ყველგან, ყველა სადაც სცდება. არ უნდა იყო. თუმცა ფილმი საერთო ჯამში არ არის ესეთ ხარისხი, რასაც ველოდით მიუხედავად რომ ეგეთი აქტუალური. მაშინ ის მითხარი ხარ რომ მელმა ფილმმა მოახდინა შენზე შთაბეჭდილება და რატო? სხვათა შორის ერთი ფილმი ძალიან ბევრი ვერ მოვასწარი რომ ენახა ამ 4 დღიანი რეჟიმის გამო ერთი ძალიან საინტერესო იყო, რომელსაც ქვია ამრუმი და ბოდიში არიასტერი არ უნდა მეთქვა ის უკვე მიმოვიხილე დიქტოში. ფატიაკინის ფილმია მეორე მსოფლიო ომის პერიოდია. გერმანიის ერთ-ერთი პროვინციული დასახლებაა, სადაც თითქოს ბომბები ესე არ წვივა და არის ოჯახი, რომელიც ნაცისტების მხარეს არის. მაგრამ საერთო გაჭირვება ეს საერთო პრობლემები რა თქმა უნდა მათაც ეხებათ და ყველაფერი არის დანახული 11 წლის ბავშვის პერსპექტივიდან. და ეს ბავშვებიც ჯერ საერთოდ ვერ ხვდება რა ხდება. მე ხვდება რომ უბრალოდ გადარჩენაზეა საკითხი და აი ესეთი დეტალები, აი ერთი პატარა ნაჭერი კარაქისთვის, რომ დედას კარაქი მიუტანოს, რა რეებს აკეთებს და რა გზას გადის. აი გადარჩენისთვის ბრძოლის მომენტი. აი ეს რაღაც ადამიანური განცდები, რომ ბავშვი რაღაც თითქოს გულწრფელია და იგივე შიშებში და ყველაფერი შეჩავარდნელი, მაგრამ მაინც უწევს ბრძოლა, რომ შორს გაიქცეს სადღაც და მოიპაროს პატარა პური, რომ დედას მოუტანოს და ეს თემატიკა არ მთავრდება და თან როგორც ჩანს ძალიან მომგებიანია და პოპულარული. თუ და ისედაც არ გაივლის შეფასებებს ის რაც მეორე მსოფლიო ომს, ჰიტლერს, გერმანიას და ამ რაღაცა ნაცისტურ კონტექსტს ეხება, რომ შეხედო შეფასებებში მიხვდები, რომ მგონი ყველას აქ ნანახი ყვანდა. რამდენი ტალღა გამოიღო? 80 წელი გავიდა, ხო? მაგრამ აი ეს თემატიკა მაინც არის აქტუალური. რას ამბობენ ჟულიეტ ბინოში რას იზამს? რას იზამს? ჟულიეტ ბინოს სერიოზული ხალხი უზის გვერდით, სერიოზული ჟიურია სხვათა შორის, მაგალითად მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი, რომელსაც ძალიან საინტერესო შეფასებები ექნება ალბათ. ჰოლი ბერი, რომელიც იშვიათად თუ მინახავს ევროპულ კინოფესტივალზე, ძალიან დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ევროპაში და კანის კინოფესტივალზე და საინტერესო მისი მოსაზრებები. ჩემთვის საყვარლესი სამხრეთ კორეელი რეჟისორი ჰონგ სან-სუ, რომელიც არის საავტორო კინოს, აი ადამიანი, რომელიც აი საავტორო კინოში, თავის ესთეტიკაში, საერთოდ სხვა მეტაფორულ აზროვნებაში არის და როდესაც ეს ადამიანი პირველ პრესკონფერენციაზე მოხვდა და აქ ინგრევა ქვეყანა, პალესტინა, ტრამპი, ქალების უფლებები, დეპარდიემ გააუპატიურა ქალი თუ არა და ეს შეკითხვები და არის მოგერიება და აბა ჩუმად რატო ხარ ჟულიეტ ბინოში ჩუმად იყო პალესტინის თემაზე და მე საღამოს გახსნის ცერემონიალზე უკვე რაღაც თავისი დამოკიდებულება გამოხდა და აი ამ ყველაფერში ჰონგ სან-სუს და ერთადერთი კომენტარი რომელიც გაკეთა რომ კითხა მოდერატორმა რომ აი თქვენი მოსაზრება რომ ჟიურიში ხართ და მე უკვე საერთოდ ვერ ხვდები აქ რატომ ვარო იმიტომ რომ აი მანდ გამოჩნდა ეს კონტრასტი რომ ადამიანი რომელიც მხოლოდ კინოხელოვნებით და მხოლოდ ხელოვნებით ცხოვრობს უცებ ჩავარდა ამ ეპიცენტრში სადაც პლატფორმაზე არის და პოლიტიკური გარჩევები და ყველაფერი და ვერ მიხვდა საერთოდ მაგრამ დარწმუნებულია რომ კინოში რამ ღირებულს თუ დაინახავს ეგ იქნება ჰონგ სანსუ. კარგი, მოდი ხა შენ გითხარი აი ამ დროთა განმავლობაში ვთქვათ ის გზა რაც კინემატოგრაფმა გაიარა და რაღაცნაირად 21 საუკუნეში როცა ყველას ჩვენი კინო გვაქვს და ყველას ჩვენი დრამა გვაქვს, იმიტომ რომ მინიმუმ ერთი smartphone მაინც გვაქვს ჯიბეში. რა დაკარგა და რა მიიღო კინომ რა? იმიტომ რომ რა თემებზეც ვთქვათ გვინდა რომ კინო გველაპარაკოს და გვაფიქროს რაღაცნაირად სხვა შესაძლებლობები აღმოგვაჩენინოს, ხო? ცხოვრება სხვა პრიზმაში შემოგთავაზოს, ხშირად არის ხოლმე და ბოლო დროს ესეთი ტრენდია და ტენდენციაა, რომ კონკრეტულად ერთი მიმართულება აქვს თქვა და რა სოციალურ-პოლიტიკური თემატიკაც არის ნიუსის დღის წესრიგში, ის გინდა არ გინდა თავის გავლენას ახდენს. ამ დროს რეალურად შენ კინო იმიტომ გინდა რომ ხანდახან ზუსტად აი აქედან გაგაქციოს ამ მოცემულობიდან. და იქ გაბრუნებს ამ დროს, ხო? და იმას ამატებს. ამატებს, ხო. დააკარგა ყველაზე მეტად აი ეს ავტორო თვალი ალბათ და ხელოვნება რაც არის, იმიტომ რომ ძალიან იგრძნობა ამ ფილმებში, აი ყველანაირი კონიუნქტურის გათვალისწინება. იქნება ეს აი ხო არის სპეციალური, აი მაგალითად ოსკარების კინოაკადემიამაც ხო მიიღო, რომ აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს კანისფერი ადამიანის შეხედულებები მისი ვთქვათ რაღაცა ინტერესები, ორიენტაცია, ეს ყველაფერი ხო და აი ეს ხანდახან იმდენ
იმენად არის ხოლმე ჩადებული და არ მინდა სუდი სიტყვით ხომ არა ჩატენილი თითქოს სცენარში რომ იმისთვის რომ გამართლდეს იმისთვის რომ თუნდაც დაფინანსება მოიპოვოს ფილმად რაღაცა უკვე ძალიან ექვემდებარება ამ კონიუნქტურას და ეს ძალიან იგრძნობა ძალიან და რაც შეეხება კინორას კარგავს ყველაზე მეტ ტაქსის ცხოველები ხო იცი როგორი ხალხია რეალობას ხედავენ და აი ტაქსის ცხოველები ამბობენ რომ ეს კი არის ყოველდღე ზეიმიო მაგრამ ჩვენ მთელი ცხოვრება აქ ვართო და თქვენ არ იცით ადრე რა იყო იგულისხმება 30 წლის წინ თუნდაც ან რაღაც დროის იმიტომ რომ ძალიან დაკარგა კინო მაყურებელიო და ყველაზე მეტად ეს გააკეთა ამ ციფრულმა სამყარომ Netflix-ი და მსგავსი აპლიკაციები რომ მაინც ყველა სახლში აქვს ფილმი და ანუ კინოდარბაზში ფილმის ყურება ეს კინოფესტივალები ხო ცდილობს რომ მოიზიდოს ეს ხალხი დარბაზში მაგრამ მაინც საერთოდ ალღა და მასა მოვლენა როგორც რაღაცნაირად მზადება იმისთვის რომ იყვიდე იქ სადაც სიამოვნება უნდა მიიღო არ გაქვს იმიტომ რომ ფაქტობრივად ხართ ზუსტი ხართ გამოწვეული და ყოველ საღამოს შეგიძლია რომ შენი კინოთეატრი მოიწვიოს. ესეა და თუ მაგალითად კინოფესტივალი გარდა საავტორო ფილმებისაც ცდილობს რომ კომერციულებით გაურიოს და წელს მაგალითად ამის დასტური იყო თუნდაც ტომ კრუზის დიდი ფეიერვერკი რაც მოხდა იქ რომ მისია შეუსრულებელიას თქვა ბოლო ეპიზოდის პრემიერა იყო ზოგიერთმა კრიტიკოსმა დაწერა რომ ხა ასეთ კინოფესტივალზე რა დროს შეუსრულებელი მისიის პრემიერის დროა ეს არის ცალსახა ბლოკბასტერი კომერციული კინო მაგრამ მეორე მხრივ იქ დიალოგში რეჟისორთან გაიგო რომ თუ ვინმე ეყიდულობს ბილეთს კინოზე, კინოთეატრში, მაინც უფრო კომერციულ კინოზე, ხო? იმიტომ რომ ეს მარველი იქნება ეს და ბლოკბასტერები თუ აი თუნდაც მისის მსგავსი ფილმები, მაინც ყველაზე მეტად დარბაზი სავსე ესეთ ფილმებზე და იქნება ამან მაინც მოახდინოს ხალხის AI-ი თუ მოასწრო, ანუ ხელოვნურმა ინტელექტმა შემოსვლა კინოში წელს. კი არის. კი არის. აი ბერლინში უფრო მეტად იყო AI-ის ამბები, იმიტომ რომ იყო რაღაც ფილმები, რომელიც დამონტაჟებული არის AI-ის დახმარებით და ასე შემდეგ. აქ ესე განსაკუთრებით არ იყო, მაგრამ ნუ მონტაჟის და სხვადასხვა სპეციფიკების დროს რა თქმა უნდა იგრძნობა რომ ეს ხელოვნური ინტელექტის არსებობა ჩარეულია რა და ჩვენ მოგიწევს უახლოეს მომავალში ძალიანაც ისაუბრო ამ თემაზე, შეეხო ამ თემას, არ ვიცი ეს პრობლემა იქნება თუ არა და ხელოვნური ინტელექტი რა შემოგთავაზებს, რაში დაეხმარება აი ამ რაღაცა ხაზს, რომელიც ბოლო წლებია ფაქტობრივად სულ მესმის ნებისმიერი მასშტაბური ფესტივალიდან, რომლიდანაც შენ ბრუნდები, რომელსაც პროფესიული მოვალეობის გამო აშუქებ, სულ არის ხოლმე ერთგვარი გულის წყვეტა, რომ კარგავს ზუსტად აი ამ ძვირფას იმ ხელოვნების რაღაცა ნაწილს, რამაც სული უნდა აგიფორიაქოს, რაღაცა გულმა სხვანაირად რო უნდა დაიწყოს ცგერა და მოგაჩენს, რომ იგივე ის რეალობა, შენი ყოველდღიურობა, რასაც შეიძლება ზუსტად იმიტომ, რომ გაიქცე, მიხვიდე და რაღაცნაირად მოგინდეს, რომ ის 1 საათი, 2 საათი სხვათა შორის აი ეგეთი ფილმები სულს რო გვიფორიაქებდა ადრე ხო? წელს ერთ-ერთი ნამუშევრის ქვეშ დაფასდა იმ მხრივ რომ საკონკურსო პროგრამაში რეჟისორმა რიჩარდ ლინკლეიტერმა წარმოადგინა ფილმი ახალი ტალღა ესე ქვია და ეს ფილმი მთლიანად ეძღვნება აი ფრანგული კინოს ახალი ტალღა რო დაიწყო გოდარი, ერიკ რომერი და ასე შემდეგ აი ეს ხალხი როგორ მუშაობდა აი ამის შესახება გადაღებული ფილმი აი გოდარი როგორ იღებდა მაგალითად თავის ფილმს სუნთქვა შეკრული და ერთ-ერთი ახალგაზრდა მსახიობი ბელმონდოს როლს თამაშობს და მე დარწმუნებული ვარ რომ აი ეგ ფილმი მაინც ააფორიაქებს იმ ადამიანების სულს ვისაც კინოხელოვნება ძალიან უყვარს და იმედი მაქვს რომ ჟიურიც დააფასებს და შეაფასებს მაგ ნამუშევარს ღირსეულად აი მაგის იმედს დავიტოვებ ექსკლუზივი რომლისთვისაც ყველა იბრძვით და რაღაცნაირად ჟურნალისტები ხართ ხოლმე ამ დასწრების ეფექტში. თავარი საექსკლუზივო პერსონაჟები წელს რობერტ დე ნირო და ტომ კრუზი. შენ რა შეძელი აბა? კი, მე გამიმართლა და მიხარია რომ ორივეს შეხვედრას დავესწარი, ორივე მათგანის კომენტარები და ყველაფერი ვქონდეთ ეთერში წამოვიღე და რომანტიულ და ესე გულის ამაფორიაქებელ მომენტად რობერტ დე ნიროსთან ხელის ჩამორთმევა რჩება, იმიტომ რომ ის მართლა ჩემი ბავშვობის თაობის მსახიობია და მისი როგორ გამოიყურება ცოტა მოტეხილი არის, მოდი ნუ არ ვყოფთ ამას, მოტეხილი არის, მაგრამ მე რომ მომეც საშუალება რომ მადლობა მეთქვა რომ მან ჩემი ბავშვობა თავისი როლებით ჯადოსნური გახდა და აი ეს შევძელი ის რამდენიმე წამი ღირდა. ნამდვილად და ეგ მიხარია. 24-ში ფინალია. 24-ში ხო 23-ში უკვე მთავრდება საკონკურსო ჩვენებები და იქნება საღამოს დაჯილდოება და 24-ში დაიხურება ფესტივალი და ვნახოთ, აი ძალიან მაინტერესებს როგორი შედეგები იქნება. გულშემატკივრო ფილმს რომელიც ვერ ვნახე, მაგრამ დარწმუნებული ვარ და მომივიდა ხმები რომ არის ძალიან კარგი, რაც თქვი ამ ფრანგული კინოს ახალ ტალღაზე გადაღებული ფილმი. საბოლოო ჯამში ზოგადად კინოინდუსტრიაზე
კანის ფაქტორი როგორ მოგწონს? ძალიან. აი შარშანდელი წელი რო ავიღოთ. კანში რაც კი წამოიწია და რისი პრემიერა ჩატარდა და მან მიიღო რაღაც დამსახურება, მთელი წელი შემდეგ ყველაფერი ესტრიალებდა. კანში მოიგო ზუსტად ანორამ, რომელმაც მოიგო მერე ოსკარი. კანში გამოჩნდა პირველად აი ემილია პერესი, რომელიც თან სკანდალური გახდა და თან ძალიან ბევრი პრიზი მოიგო, ფრანგულ-მექსიკური მიუზიკლი. კანში მოხდა დემი მურის გამოჩენა ამ ხელა პაუზის შემდეგ და სუბსტანცია და შემდეგ მთელი წელი დემი მურისთვის იყო ძალიან წარმატებული გლობუსი მოიგო და ასე შემდეგ, ანუ ძალიან განსაზღვრავს რა. მიუხედავად რომ კანი, ვენეცია და ბერლინი ეს სამივე არის ტოპ 3 A-კლასის კინოფესტივალი, უშუალოდ ამ სამში კიდე კანი არის ხოლმე თითქოს რაღაცა ახალი სეზონის გამხსნელი და მერე ინერციით უკვე მიდის მთელი წელი აესახელები. აი მაგიტოა საინტერესო ხო 23-ში და 24-ში რა წამოიწევა წინ ჯიურის დამსახურებით და შემდეგ შესაბამისად როგორი წელი იქნება. აი მაგასაც ძალიან განსაზღვრავს. დიდი მადლობა, მარიკა. მადლობა ამ პირიქით, რომ სულ შთაბეჭდილების ესე გაზიარებისთვის გაიარესებთ დილა ადრიან. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა მსმენელმაც და მაყურებელმაც მიიღო შესაძლებლობა რაღაცნაირად ჩვენთან ერთად დასწრების ეფექტით იმედი ყოფილიყო. მადლობა ასევე ინტერესის. დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომელმაც მოგვისმინა, გვიყურა და გვითმოდრო დროებით დაგემშვიდობებით.